რატომღაც ისე დაალაგდა, რომ თვითონ კობახიძემ გითხრა რომ მოდიო ჩემ ამორჩეველთან თან დასწრებითო, იმიტომ რომ თქვენ ნაკლები ქართული სამორჩეველი გიყურებთ, აქ რაც არ უნდა მოხდეს, რამე ფორსმაჟორი თუ არის, ქართული სამორჩეველი აქ არ შემოიხედავს, მაგრამ იქ პირიქით არის და აი ყველაზე გულწრფელ ამორჩეველს თან ერთად დავილაპარაკოთ. და შენ ამბობ რომ არაო? ანუ თუ რამე იმედი გაქვს რომ შენ სწორ პოზიციას იკავებ, შენ მხარეს სიმართლეა და მიგიშვეს ყველაზე ღირებულ მომენტში, იმიტომ რომ აი პოლიტიკაში ასეთი ღირებული საერთოდ არაფერი არა. ტელევიზია ეს ყველაზე ძლიერი დარტყმის იარაღი ზოგადად პოლიტიკური გავლენის და ოცნებას რაში სჭირდებოდა თავად ეს დებატები? 3 კვირა ოფისში ამაზე ვკამათობთ. ხო, აი საინტერესოა, მეც ბევრი ვერსია განვიხილე. აი ჩვენ რადგან პარტიაში ვერ ჩამოყალიბდით, მაგრამ მე გეტყვით მე რა თქვენ კარგი იყოს ეს სანდროს აზრი. დავასაბუთო. მე მგონია რომ უბრალოდ შეცდომის შედეგია. იმიტომ რომ აი ყველა ერთპიროვნული მმართველობა ზოგადად ავტორიტარიზმი ასე არის მოწყობილი, რომ რაღაც მომენტში გონია რომ მაგარი ხარ. იმიტომ რომ ეს ხო იფილტრება სიტუაცია იფილტრება და აი ხო ხედავთ აი ეხლა რო იყო რაღაც სიუჟეტი იყო მე მგონი ზუსტად იმედზე იყო კობახიძეს რო აქებდნენ ისეთი საშინელება იყო ის რაც ფრაზები რაც ის მინისტრები და როგორც ვიღაც დეპუტატები რომ აი მე არ ვიცი მე რო ჩემზე ასე ვიღაც ასე თქვა პარტიაში გავაგდებდი პარტიიდან ამ ადამიანს რა მაგრამ იქ ხო ეს რაღაცა შეეგუნა რომ აი ნელ-ნელა გაღარიბარს და იქ ბიზნეს აქებენი და ასე შემდეგ ასეთი წესრიგია და როცა ასეთი ლოიალური ხალხი გჭირდება რაღაც შემთხვევაში კომპეტენცია იკარგება და ადრე თუ ბიზნეს ქონდა აწყობილი რაღაც კონკურენტული სისტემა, იქ ღარიბაშვილი ცალკე იყო, კობახიძე ცალკე იყო, რაღაც შიდა დაპირისპირებები იყო და შემდეგ ეხლა ვერტიკალი რო აწყოს, მე მგონი უბრალოდ ბანალურად კომპეტენცია არ ყოფილა. აი ტკიცებულებას გეტყვით რა, აი დებატები რო იყო ფასებზე, არავის არ უთქვამს არაფერი დღეგეზე. მე ზოგადად მიმაჩნია, მეც არ მithქვამს არაფერი, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ არასწორია აი ხა დღეგეზე ფოკუსი აკეთებ, იმიტომ რომ სხვა არის მიზეზი ფაზე ეროვნული ბანკია და მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. და გადასახადების დაწევა სხვა კონტექსტში შეიძლება, მაგრამ აი დღეგი არ მიხსენებია. მაგრამ თუ დააკვირდებით იქ სლაიდებიც კი ქონდა კობახიძეს მომზადებული და როცა თვითონ ბოლოში ამბობს რომ აქ კი არ უხსენებიაო, მაგრამ მაინც მინდა თქვაო და ილაპარაკა დღეგეზე. ანუ დებატიც არ იყო, ემზადებოდნენ რომ ვიღაცა დღეგეზე ილაპარაკებდა. ვინ უნდა ყოფილიყო? ოპოზიციიდან ვიყავით მარტო ორნი, ანუ გოგი ჩაიშვილი და მე. ჩემი პოზიცია საჯარო ცნობილია. იქ რო არაპირებდნენ ეხა სერიოზულ ლაპარაკს, ისიც გასაგები იყო და ანუ ისიც კი ვერ გათვალეს რომ აი რისთვისაც ემზადებოდნენ, ის არ მოხდებოდა იმ დისკუსიაში, იმიტომ რომ მაშინ სხვა ადამიანი უნდა დაუძახო, ვინც ამ დღეგეზე ლაპარაკობს. დღეგე არ არის, მოკეთ არ გაქვთ ქართული. და აი ხა სამ თქვენთან მოვიდოდი, დავდე ვიდეო, სადაც რეალ კობახიძე უბრალოდ შეეშალა სტატისტიკური მონაცემები. ეხა თვითონ არ შეეშლებოდა ვიღაცამ უკარნახა, მაგრამ იმას შეეშალა. ხო და ეცით რა ბანალური შეცდომა დაუშვა, აი ვერ წარმოიდგენთ ეკონომისტისთვის იმდენად პრიმიტიული შეცდომა, ესე წესილი მრჩეველის კი არ ყავს ადამიანს. ხო და მე რასაც ვაკვირდები, აი ბანალური არაკომპეტენტურობის შედეგად დაიჯერეს, რომ ყველას მოუგებენ დებატებში.